20 წლის ნაშენები ოჯახი როგორ დავანგრია? ბავშვობიდან ასე მიმაჩნია. არ ვიცი სხვაგან რა ხალხი დამხვდება. სიყვარულით მეტყავს. უკვე მივიჩვი. ოთახში ვზივარ, რომელსაც ძალიან ვიწრო გასასვლელი აქვს. ვერ გავდივარ. წარმოდგენა არ მაქვს მიღმა რა ხდება. ამიტომ ისევ ნაცნობ გარემოში მირჩევნია დარჩენა. მთელი ცხოვრება თან დამყვება ფრაზა შეჩვეული ჭირი რომ შეუჩვეველს სჯობს. ჩემი ცხოვრებაც ამ ფრაზას დაემსგავსა. ერთ წრეზე ვტრიალებ. კითხვის დასმის შიში ყველგან თან დამსდევს. ვიკითხო თუ არა. ასე სჯობს ჩუმად ყოფნა, რადგან კითხვა შეიძლება ის პასუხი მოჰყვეს, რომელიც არ მომეწონება. ვცდილობ პრობლემებს გავექცე, იმიტომ რომ პასუხი რაღაცის ცვლილებაა, მე კი ცვლილებების მეშინია. ერთ წრეზე ვტრიალებ. ჩემი ოთახი ძალიან მიყვარს. აქ ჩემი სამყაროა. კედელზე გალაქტიკის ნახატი მაქვს და ზოგჯერ მგონია რომ ამ უსასრულობაში ვქრები. გარეთ იძულებული ვარ გავიდე, ვსწავლობ, ვმუშაობ და სხვა ბევრი პასუხისმგებლობა მაგისია. ერთ წრეზე ვტრიალებ. ლექციებზე ხმას ვერ ვიღებ. მეშინია, რომ საკუთარი აზრის გამო დამცინებენ. ამიტომ უნივერსიტეტში აჩრდილივით დავდივარ. აპრილში 27 წელი შემისრულდება. პირველად რომ გადავწყვიტე სამსახურის დაწყება, ხელის კანკალით გავგზავნე CV ერთ-ერთ დაწესებულებაში იმ იმედით, რომ არ შემეხმიანებოდნენ. მაგრამ დამირეკეს. ზუსტად ვიცოდი შესაფერისი კანდიდატი ვიყავი, მაგრამ გასაუბრებისას ფოთვა დამეწყო. სხეული დამეძაბა, გული ამიჩქარდა, ხელს ქვემოთ წითლად დამფოთლა. ყოველთვის ასეთი რეაქცია აქვს ჩემს სხეულს სიახლეებზე. სამსახურში ამიყვანეს. ფიქრები მტანჯავენ, მიმიღებს ახალი გარემო. თავს როგორ დავემკვიდრებ, რომ არ გამომივიდეს? სამსახურში სულ ერთი და იგივე გზით დავდივარ. ყველა აბრა და კედლის წარწერას ეპირად ვიცი. ყოველდღე ერთი და იგივე, ამოჩემებული ტანსაცმელი მაცვია, იმის შიშით, რომ ახალი არ მომიხდება ან არაკომფორტულად ვიქნებ. ერთ წრეზე ვტრიალებ. ახალ ადამიანებთან ურთიერთობა მაფრთხობს. ჩემს პირად სივრცეში აღარავის შემოშვება არ მინდა. სანამ ადამიანებთან კომუნიკაციაში შევალ, დიდხანს სინჯავ ნიადაგს. მინდა უსიტყვოდ გამიგონ. ჩემი ერთფეროვანი და რუტინული ცხოვრება მარტივად ხასიათდება ფრაზით რაღაცა იქნება. ერთ წრეზე ვტრიალებ. ჩემი შიშები ყველაფერში პრობლემას მიქმნიდა. შეყვარებულმა მომაწყენინა. დიდი ძალისხმევით დავწერე SMS-ი, რომ ამეხსნა მიზეზი. გაუგზავნე და აკანკალებულმა სასწრაფოდ დავბლოკე. პასუხს კარგახანს არ ვნახულობდი. ვაი თუ საყვარელმა ადამიანმა უარმყო. იქნებ არც სიყვარულის ღირსი ვარ. ერთ წრეზე ვტრიალებდი. მოულოდნელად მამა გარდამეცვალა. აქედან დაიწყო ჩემი მეტამორფოზა. ცხოვრება მთავარი გამოცდა ჩამაბარებინა. ოჯახი თვალებში შემომყურებდა. მე კი რაღაც უნდა მეღონა. პატარა ძმასა და დედას რჩენა სჭირდებოდათ. დიდი ცვლილებების დრო დამიდგა. ვალდებული ვიყავი მე მოქმედა. პირადმა ტრაგედიამ მაიძულა ჩემი შიშები მომეთვინიერებინა. პროცესში მივხვდი, არც ის ერთული ყოფილა გაბედო და იმოქმედო. წრე გავარღვია.